თუ იმაზე შევთანხმდებით, რომ მედიცინა არის ბრძოლა სიცოცხლის ვიზაჯამთელობისთვის, ამ ბრძოლას აქვს ფრონტი. ფრონტს ჭირდება ზურგის გამართული მუშაობა არის ფრონტის წარმატებების საწინდარი. სისხლის ბანკი არის ის ზურგი, რომლის გამართული მუშაობითაც ჩვენ ვაღწევთ ფრონტზე გამარჯვებებს. ეს არის ჯოენის საუნივერსიტეტო ჰოსპიტალის სისხლის ბანკის ახალი სივრცე, რომელიც სულ ერთი თვეა რაც გაიხსნა ევროპის უნივერსიტეტის ფინანსური მხარდაჭერით, აღჭურვილი სრულად თანამედროვე ტექნიკით. ერთდროულად შესაძლებლობა გვეძლევა ერთდროულად მივიღოთ 4 დონორი. ეს არის ჩემი ოთახი, სადაც ვატარებ ძირითად დროს. აქ ვამზადებთ კომპონენტებს, ავღრიცხავთ და ესეთი სამუშაო პროცესი, კომპონენტების დამზადების სამუშაო პროცესი მიმდინარეობს აქ. ეს არის ინფექციებზე ტესტირება სწრაფი მეთოდით. დონორებზე ხდება ავტომატური ანალიზატორით კომპასზე. და ტესტირება ხდება ორი მეთოდით ჩვენთან ჯგუფზე და რეზოზე. ეს არის პლანშეტური და გელიანი ბარათი. ეს არის გრიფოლსის ცენტრიფუგა, სადაც ხდება ამ გელიანი ბარათის ცენტრიფუგირება და 9 წუთში არის შედეგი. როცა დონორი მოდის სისხლის ჩასაბარებლად, პირველ რიგში ხდება მასთან გასაუბრება, რომ გავარკვიოთ ჯანმრთელობის მდგომარეობა და გამოვრიცხავთ რისკებს, რაც განაპირობებს კომპონენტების უსაფრთხოებას და ვარგისიანობას. დონაციის წინ ვამუშავებთ ვენას. მასალა არის ერთჯერადი, პროცესი არის უსაფრთხო და უმტკივნეულო. ჯოენის სისხლის ბანკი 2000 წლიდან იმით იყო გამორჩეული, რომ ტესტირება ხდებოდა ავტომატურ ანალიზატორზე ყველა დონორის. დონორის პირველადია დონორი თუ უანგარო დონაციით მრავალჯერადად ჩაბარებული აქვს, ჩვენთან ყველა დონორი ტესტირდება როგორც პირველადი დონორი. სისხლის ბანკი არის კლინიკის განსხვავებული განყოფილება. კლინიკაში პაციენტები მოდიან და ისინი ელოდებიან ექიმებისგან დახმარებას. სისხლის ბანკში მოდიან ჯანმრთელი ადამიანები და ჩვენ ველოდებით მათგან დახმარებას.